საქართველოში ამინდის გაუარესების პარალელურად ცხოველთა უფლება დამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ ისრნონ მიუსაფარ ძაღლებსა და კატებზე. ირმა მთიულიშვილი საზოგადოების მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს და შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობას თხოვს ამ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მაქსიმალურად დაეხმარონ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს. მთიულიშვილის თქმით, მიუსაფარი ცხოველების დახმარება შესაძლებელია თუ ისინი გააღებენ სადარბაზოს კარებებს და ძაღლებს, ისევე როგორც კატებს, კორპუსში ყოფნის უფლებას მისცემენ. მოსახლეობას მოუწოდებთ იმას, მათი კეთილი ნებაა ეს, სადარბაზოებში, კორპუსებში კარები ღია დატოვონ და მიუსაფარი ცხოველები რაც შეიძლება მეტი შეიკედლონ. ამ პერიოდში ცხოველები ძირითადად იყინებიან შიმშილით და უფრო მეტად სცივად, როდესაც მშივრები არიან. ყველა ადამიანს მოუწოდებ, რომ მაქსიმალურად თუ შეუძლიათ, ნუ გადაყრიან ნაგვის ბუნკერებში საკვებს, გამოკვებონ კიდევაც, იმიტომ რომ ძაღლი თუ არის დანაყრებული, ნაკლები საშიშროება, სიკვდილიანობის. უბრალოდ ეს არის ჩვენი კეთილი ნება, მოქალაქეობრივი ვალი და ადამიანური ვალდებულება, რომ უნდა ვიზრუნოთ მიუსაფრებზე, ისევე როგორც ჩვენ ცხოველებზეც და ასევე მოუწოდებ იმ ადამიანებს, ვისაც ეზოში ყავთ ძაღლები, უფრო მეტად გამოკვებონ ისინი და მაქსიმალურად დაუთბილონ, სადაც ცხოვრობენ. ბოლო პერიოდში ხედავთ, თუ მიუწვდებათ ხელი და აქვთ საშუალება იმის, რომ 2-3 პურით მეტი გაიყოლონ რეგიონებში, მთიან ზონებში, ვინც მიდიან, მაქსიმალურად ადამიანურად ვთხოვთ, რომ გამოკვებონ ის ცხოველები, რაც ქუჩაში შეხვდებათ. და რაც მეტლეკოს და მიუსაფარ ცხოველს შეიფარებენ და გამოაზამთრებენ, იმ პერიოდში მაინც, როდესაც ყინვებია, მერე იქნება მოხდეს მათი გადაჩუქება და დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ ეს ცხოველები გადავარჩინოთ.